ჩინეთის საინფორმაციო ვებგვერდები და სააგენტოები აჭრელებულია ინფორმაციით ადგილობრივი, ანუ ჩინელი არქეოლოგების მიერ ნაპოვნი უნიკალური ნივთების და მასალების შესახებ სპეციალური რკინის საცავები, ყუთები, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ. არადა ჯერ კიდევ ეს ყუთები სხვათა შორის 2010 წელს არის აღმოჩენილი, თუმცა არქეოლოგებისთვის ჩვეული სიდინჯით და რუდუნებით რკინის ყუთებს ძალიან მოჭარბებულად ჰქონდა ჟანგი მოდებული. და მოკლედ მთელი ამ წლების განმავლობაში აი 15 წელიწადი დასჭირდა ჩინელებს რომ გახსნილიყო ეს ყუთები. რის შემდეგაც ჩინელმა არქეოლოგებმა განაცხადეს რომ აღმოჩენილია დისტილირებული ღვინო, არც მეტი არც ნაკლები სათავსში, რომლის დამზადების თარიღი 3000 წელს ითვლის და აღმოჩენა აღმოსავლეთ ჩინეთში არის გაკეთებული შანდუნის პროვინციის ქალაქ ცინანში. არდა ჩინური სააგენტო სინხუას ინფორმაციით ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა ღვინის დისტილირებული წესით გამოყვანილი სითხე. შესაბამისად მივიღეთ და ჩინელმა არქეოლოგებმა განაცხადეს 3000 წლოვანი ღვინის არსებობის შესახებ აღმოჩენილზე მათ ტერიტორიაზე. კიდევ კარგი ჩინელმა არქეოლოგებმა ეს აღმოჩენა არ დაათარიღეს 8001 წლით, თორემ აქ სულ წყალში ჩაგვეყრებოდა და ღვინო წაიღებდა ამდენი ნაწოლებ ღვინის სამშობლო სტატუსს საქართველოსი. ამასობაში სამშობლოში არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავი ხდება საშობაო და საახალწლო დღეებში, ისეთი სიხარული გვეწვია, რომ წარმოუდგენელია არ გაგიზიაროთ ქრისტეს შობიდან 2025 წლის დასაწყისში და ხელისუფლებაში ყოფნის არასრული 13 წლის თავზე მართლობა პარტიამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა მიიღო ჩემი აზრით ჭეშმარიტად ისტორიული გადაწყვეტილება თბილისის მერია ლაგუნასთან საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ გუშინ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა დედაქალაქის მთავრობის თომაზე, რომ სარეაბილიტაციო ტერიტორია გმირთა მოედნიდან ვიდრე ზვიად გამსახურდია სახელობის სანაპირომდე საგზაო მონაკვეთს მოიცავს. მოკლედ, ბევრი იფიქრეს თუ არა მთელი ამ წლების და საუკუნეების მანძილზე, საჭირო ჩაითვალა, რომ ეს არის ძალიან პრობლემული ადგილი გამტარუნარიანობის თვალსაზრისით, ძალიან. და ამას 13 წელიწადი დაჭირდა. და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილებაო, რომ მოვახდინოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო ნაწილის გაფართოება. ხო, თბილისის მერის თქმით, სამუშაოები 2 თვე გასტანს. ძირითადად ღამის საათებში მოხდება სამუშაოების განხორციელება, ანუ ღამის საათებში მუშაობენ და ბატონი კალაძის თქმით, ამ 2 თვეში სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულდება. და თან, როგორც გითხარით, სულ ისე, რომ ღამღამობით იმუშავებს კონტრაქტორი კომპანიაო, რომელზეც მე ინფორმაცია არ მაქვს, ვინ შეასრულებს აღნიშნულს. მოკლედ, კარგი ამბავია, რომ ლაგუნასთან გზის გაფართოებას მოყვება ასევე გმირთა მოედნის გარე განათების მოწესრიგებას და მგონი ნათელიც დაგვადგება, მოკლედ მშვიდობა ყოველთა და კაცთა შორის, ასევე ქალთა შორის საწმოებაც ამინ. ამასობაში უცხოური აგენტების ლობისტური კონტრაქტების რეგისტრაციის ამერიკული სისტემა FARA-GO-ზე გამოქვეყნდა ახალი ლობისტური ხელშეკრულებები საქართველოსთან, 2-ზეა სულ საუბარი, ხელშეკრულება მედია ანტრეპრენერმა დავით ბაღაშვილმა გააფორმა და მისი ხანგრძლივობა 1 თვეში შეადგენს ღირებულება $15,000 და FARA-ს თანახმად კონტრაქტის მიზანს წარმოადგენს შეერთებული შტატების ლობისტურ ბაზართან გაცნობა, ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დამყარება, ხელშეკრულება დაშელ გრუპთან არის გაფორმებული და ბატონი ბაღაშვილი არის სტრატეგიული და მედია კონსულტანტი, რომელიც საქართველოში საქმიანობს და მომსახურებას უწევს კერძო ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს. რეგისტრანტი გაუწევს კონსულტაციებს ბატონ ბაღაშვილს, რათა დაეხმაროს მას მომავალი ადმინისტრაციის პოლიტიკის გაგებასა და ურთიერთობაში, რათა გაუზიაროს საკუთარი რეკომენდაციები კლიენტებს, ნათქვამია ხელშეკრულებაში. და კიდევ ერთი კონტრაქტი ეკუთვნის უკვე ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს. შეერთებულ შტატებში ასევე ლობისტური კონტრაქტი არის გაფორმებული ამის შესახებ. შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს უცხოური აგენტების ლობისტური საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, ანუ FARA-ს ვებგვერდზეა ეს ყველაფერი გამოქვეყნებული და სწორედ ამ დოკუმენტებიდან ხდება ცნობილი. ჩემო ბატონო და კონტრაქტის ღირებულება შეადგენს $40,000 და ის ლობისტურ კომპანია Mercury-თან გაფორმდა. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად Mercury-მა უნდა დაამყაროს სტრატეგიული კომუნიკაცია შეერთებული შტატების როგორც არსებულ, ასევე მომავალ ადმინისტრაციასთან. კონტრაქტის თანახმად კომპანია Mercury-მა მხარი უნდა დაუჭიროს
ბიზნეს საბჭოს ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად სტრატეგიული საკომუნიკაციო კონსულტაციებსა და დისკუსიებში მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეერთებული შტატების საქართველოს ბიზნეს საბჭო 98 წელს დაფუძნდა, მისი პრეზიდენტის პოსტს მამუკა წერეთელი იკავებს. ბატონი წერეთელი ასევე გახლავთ ლიბერტი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და შესაბამისად კიდევ ერთი კონტრაქტი, რაც მსურდა რომ გცოდნოდათ, სწორედ ამ ორგანიზაციას უკავშირდება. ისე ამერიკის გახსენებაზე მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის ქვეყანაში გასული წლის შედეგებს ყველაზე მდიდრები და მდგრადებიც აჯამებენ და გასული 2024 წელი გლობალური საფონდო ბირჟებისა და უმსხვილესი კომპანიების დამფუძნებლებისა თუ ინვესტორებისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა ბედი ცხადია ყველას არ სხალობდა და ზოგიერთი მილიარდერს გასული წლის განმავლობაში ქონების შეფასება მკვეთრად შეუმცირდა. ამჯერად სწორედ იმ მეწარმეების რეიტინგს წარმოგიდგენთ, ანუ გაგაცნობ ვისთვისაც 2024 წელი თლად წარმატებული არ იყო ამის ნინი გვეტყვის და ამ მილიარდერების ბედზე განსაკუთრებულად ნუინერვიულებთ ამ დილაუთენია. ხუთეულში პირველ ადგილს იკავებს ბერნარ არნო, ცვლილება ამ შემთხვევაში ქონებრივი არის 31 მილიარდი დოლარი და ამ დროისთვის LVMH-ის დამფუძნებლის ქონება შეადგენს 176 მილიარდ დოლარს. შემდეგ მოდის უკვე ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერსი, მისი ქონებრივი ცვლილება არის 25 მილიარდი დოლარი და დღეს ლორეალის მფლობელის ქონება შეადგენს 75 მილიარდ დოლარს. მესამე ადგილს უკვე იკავებს კარლოს სლიმ ელუ, მისი ქონებრივი ცვლილება არის 82 მილიარდი დოლარი. და ახლა ამერიკან მუვლის დამფუძნებლის ქონება შეადგენს 82 მილიარდ დოლარს. ასევე მეოთხე ადგილზე არის კოლინ ჰუანგი, ცვლილება ამ შემთხვევაში არის 17 მილიარდი დოლარი, ქონება კი შეადგენს 35 მილიარდს და საქმიანობა არის პინდუოს დამფუძნებლის რეიტინგი. ფრანსუა პინუს კრავს უკვე ხუთეულს მისი ქონებრივი ცვლილება შეადგენს 14 მილიარდ დოლარს, თუმცა ამ დროისთვის კერინგის დამფუძნებლის ქონება არის ჯამში 22 მილიარდი დოლარი.